ლოვანი ბუკეტური ლიქიორი, რომელიც აძლევს გენიალურ გემოს ლუბოი პროდუქტს, ლუბოი და ის კიდე რა ქვია სტალინი. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Telzen Tastings, ჩვენ ვიმყოფებით არაყიშვილის 3 ნომერში. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ დავამზადოთ კოქტეილები, მე და ნინიმ. მოგესალმებით. ჩვენ შევეცდებით კოქტეილები შეგიქმნათ, გაჩვენოთ და გაგემოვნებიოთ ოღონ ეკრანიდან. ნინი გაგვეცნობა, ნინი შენზე მოგვიყევი? ნინი არის დილეტანტი ბარმენი, კიდე საერთოდ არ არის ბარმენი, მაგრამ ჩემი აზრით ნინი ძალიან გემოვნებიანია და უკარგეს კოქტეილებს შემოგთავაზებთ ქართულ თემატიკაში, იმიტომ რომ ქართველი გოგონა ვარ და ესე მინდა. კი ბატონო. მოკლედ შენც ნინი არჩეული გაქვს ესე იგი რეცეპტი, შეგვიძლია ჩავერთოთ. ხო, ისიც უნდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი გვაქვს 200 ლარი, 200 ლარის განმავლობაში, ანუ ან მეც დავხარჯავთ, ან ნაკლებს დავხარჯავთ, ეგეც საინტერესო იქნება, მაგრამ უკეთესი იქნება დაბალი ბიუჯეტურად გემრიელი კოქტეილების შექმნა. ნუ მოკლედ ეს ჩემებული პროფესიონალური, ესე ვთქვათ, მითითება არის რა, ესე ვთქვათ. რადგანაც გადავწყვიტე, რომ ჩემი კოქტეილი უნდა იყოს ქართული, შევარჩევ მაგალითად ასკანელის უიეს. რადგანაც ჩემო მეგობრებო, მე გადავწყვიტე, რომ უნდა ამეღო ასკანელის უიესი. შესაბამისად, ყველაზე მეტად აბსოლუტურად ყველა ბარმენი გაიგებს ამას, რომ ძალიან უხდება ლიქიორი. ამარეტო ნუშით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართული თემატიკა მაქვს აღებული. ასევე ისევ ტრიალებ ჩემს ქართულ თემატიკაში და ავიღებ აი ამ სიროფს ხილით, რომელიც ჩემი აზრით ამ გემოებს შეკრავს და აი გემო ვიგრძენი მართლა. შეგვარ არ გესწავლებათ ბარბენებს, მაგრამ თუ არ გესწავლებათ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ავიღოთ წვენი. აი ხო გონიათ რომ თავარი ალკოჰოლია, აი წვენი. ფონტანას ანანასი და ასევე შემიძლია გადავურიო ასევე ფონტანას ალუბალი. და აი ცოტა მომჟავო თხილი და აუ ძალიან ქართულია. მალადაც ნინი. წავიღებ XL-ს. აი არ ვიცი რამდენად გამოვიყენებ, მაგრამ ან ჩემფული არ არის, ჩემი რამდენიც წავიღებ. ლიმონი, ლაიმი, პორტოხალი, ყინულები, всё, ჩავეტიე აბსოლუტურად ბიუჯეტურად ყველაფერში. ნამდვილად კარგი გოგონა ვარ ჩემი აზრით. მოკლედ ნინის პროდუქციას გავეცანით უკვე და ქართული ელემენტები შემოგთავაზო კოქტეილი. მე შევეცდები შემოგთავაზოთ ინგლისური თემატიკაზე დამზადებული კოქტეილი, რომელიც ძალიან მარტივია და ყველა შეგიძლია სახში მოვამზადოთ და ყველა გააოგნოთ. აი უბრალოდ ნახოთ ახლა რას ვიღებთ პირველ ეტაპს. პირველ ეტაპად ავიღოთ ჯინი, pink ჯინი, ესე ვთქვათ, შეფერილი ჯინი. ეს აუცილებელი არის, ეს იქნება ისეთი კოქტეილი, რომელი კოქტეილიც, ესე ვთქვათ, მანდილოსნებს, არა მარტო მანდილოსნებს მოეწონებათ. აი აგერ არის. Eden Flowers ლიქიორი არის ტყის, ანუ ესე ვთქვათ, თის ყვავილოვანი ბუკეტური ლიქიორი, რომელიც აძლევს გენიალურ გემოს ლუბოი პროდუქტს, ლუბოი და ის კიდე რა ქვია სტალინი. გენიალურ გემოს აძლევს ყველანაირ პროდუქტს, Eden Flowers ესე ვთქვათ, რა ქვია სიროპ ლიქიორი. ეს ორი ეტაპი უკვე ავარჩიეთ და მოვათავსებთ ადგილას და მე გადავალ შემდგომ ინგრედიენტებზე, ესე ვთქვათ. რახან ჯინი არის, ესე იგი ტონიკიც გვჭირდება. ტონიკი არა გვაქვს. ხო, ნუ იდეაში ტონიკი მაქვს დასამატებელი რა. ამ შემთხვევაში კონკრეტულად მაღაზიას არა აქვს დღეს, თორე ისე საერთოდ მაღაზიაში ტონიკიც არის, რო იცოდეთ. სასმელი უკვე არჩეული მაქვს. ამ დამჭირდება ციტრუსები, ციტრუსებსაც ახლა მოვიძიებთ, უკვე შევკრავთ. იქნება ძალიან მარტივი კოქტეილი, იქნება ჯინის ბაზა, მარია ბრიზადის Eden Flowers ბაზა და ნუ ციტრუსოვანი ბუკეტური ხილი შიგნით მოთავსებული, ესე ვთქვათ. ეს გემო იქნება ცოტა უცნაური, მაგრამ ყველასთვის ესე ვთქვათ გემრიელი. Eden Flowers სიროპი გვაქვს და კიდე გადავიდეთ აქ, ეხლა აქეთ შევხედოთ რა შეიძლება დავამბატოთ. რახან ბექამ თქვა რომ ცოტა გავამდიდროთ კოქტეილი, წავიდეთ მაშინ სიროპებში. სხვანაირად არ გამოვიდა, იმიტომ რომ საბაზისო სასმელი გვაქვს ჯინი. ავიღებთ მარია ბრიზადის ლიჩის სიროპს. ესეც უშუალოდ გააკეთებს როგორც მოშპრიცო ელემენტი იქნება, ანუ შპრიცი იმას არ ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული სასმელი რო ვიცით, შპრიცი არის თვითონ კოქტეილის თემატიკა. გვექნება ორი სახეობის სიროფით გამიქსული კოქტეილი. ერთი იქნება ლიჩის ბაზა, მეორე იქნება Eden Flowers ბაზა. სულ რაღაც 154 ლარში ჩავეტიე და აუ ბექა გალურჩდა. მხოლოდ 154-ში.
და დანარჩენ ჩემს ბიუჯეტს ხილში, ყინულში და საიდუმლოდ დავტოვებ შემდეგ ინგრედიენტს. ეს არის ჩემი მოკლედ და გზა შევხვდებით. მოკლედ 186 ლარში ვარ მე ჩამჯდარი ამ შემთხვევაში. კონკრეტულად ეხლა რაღაცა გაზიანის წყალი არ გქონდათ ესე ვთქვა ტონიკი დღეს ამ კონკრეტულ მაღაზიაში და მაგის ხვალ მომიწევს მოსვლა და ყიდვა მაგ პროდუქციის. ნუ დარჩენილი მაქვს კიდე გარნირები ესე ვთქვა გაფორმებები რომელსაც მეც საიდუმლოდ დავტოვებ და ნუ რავი შევხვდებით. შევხვდებით. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს უკვე. შემდეგი გაჩერება იქნება სად იქნება? რინგზე. დროებით. მოგესალმებით სტუდიიდან, ჩვენ უკვე გადმოვინაცვლეთ სტუდიაში და ახლა შევეცდებით ჩვენი შეძენილი პროდუქციით დავამზადოთ გემრიელი კოქტეილები. ვინ მოიგებს, ნახოთ რა. ოღონდ თქვენ მოგების ამბავი ხომ ყველა მისით როგორც არის, ვის კოქტეილსაც მეტი კომენტარი ექნება, ის მოიგებს. რავი, შევეცადეთ რა. თუ გინდათ რომ კაი ვიდეოები გადავიღო კიდე, თორე აღარ გადავიღო. დავიწყოთ? დავიწყოთ. შენ მზად ხარ? შენ მზად ვარ, წავიდა. მეც მზად ვარ. მოკლედ, ეხლა თან ავხსნი რა, პირველ ეტაპს გავაკეთებ ვარდისფერი ჯინის ბაზაზე, ნუ ორივე ჯინის ბაზაზეა, მაგრამ თან გვიყურეთ რა, რას ვაკეთებთ რა, ვიღებთ გვალ ბოკალს, ესე ვთქვათ. ვაციებთ ბოკალს. გასაგებია ერთი წამი. ნინი, ჩემთან ესე თუ შეიძლება. ჩემთან ერთად უყურე რა, რა ესე ვაციებთ ბოკალს აუცილებლად. ბოკალიზაცია აუცილებელია, იმიტომ რომ გემრიელი იყოს კოქტეილი. ამიტომ იცი რა არის ძალიან წყლის ის ფაქტი. აი, ნინი, საღარ ჩავეჩრები ახლა, მაინც ძალიან წყლის ის ფაქტი რა, შენ გაქვს ყინულის ამოსაღები და მე რატო ვარ? აი, დაგითხოვთ, აჰა, თქვენს. აჰა, ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ძალიან მარტივად ვიღებ ყინულს პირველ რიგში მეგობრებო. ანუ შენ და ყინული არის მთავარი? არ ვჭირდება, მადლობა, მაგრამ ვასხავთ ვარდისფერ ჯინს. 40-50 მილილიტრი შეგვიძლია, აი ნახე რა, რანაირად უნდა ეს რო მეცლებს გავხსენი არა და ვარდისფერი ჯინი. ვარდისფერი ჯინი. და მე შეც მოგეხმარები, რომ შენი პროდუქტის ავხსნათ ეხლა გავიგე. მე მოგეხმარები კაცო. ჩავასხოთ ვარდისფერი ჯინი. უკვე არომატი აქვს, ნახე როგორი ყვავილის არომატი აქვს. აუ ცხირში ვერ სუნთქავს. რა. ეგ ძალიან ცუდი. ვამატებთ ლიჩის სიროპს. სიროპს არა, ლიქიორს უკაცრავთ. ლიჩის სიროპი აი განსაკუთრებულ გემოს აძლევს. აი პროსტა რომ მიხვდეთ რაზე მაქვს საუბარი, აი ჩუპა-ჩუპსის არომატი. აუ ეს რა მაგრამ ნინო ვაკეში გავკიშდი. არ მინდა მაგ ვაკეში მინდა ორიდან. დაგითხოვ. მაშინ მაცადე, ხო შეიძლება ვერ გავიგე. მე მაგრამ ყინულით ავავსე ჩემი ჭიქა. ძალიან ბევრი ყინული არ მიყვარს და შესაბამისად არ გავავსე და პირველ რიგში გამოვიყენებ 1 წუთი და ვფიქრდეთ ეს რა არის? მარია ბლიზარდის უალკოჰოლო სიროპი. ხო, სიროპი. აჰა, გასაგებია. სიროპი არა და ლიქიორი. მე ოღონდ პორტოხალს გვერდულად ვამატებ, რომ აი მე მიხვდეთ რატო ვამატებ აი ესე გვერდულად. თხილის სიროპს გამოვიყენებ. ძალიან მარტივი კოქტეილია, ვიღებთ ტონიქს, მე მალე მოვრჩები და მოგეხმარებ. ვიღებთ ტონიქს. ანუ ნახეთ. ესე, უცებ. ესა. კიკით მინდოდა პირიქით ბექასთვის მინდოდა მისრო. და ვამატებთ ტონიქს. არ ვიცი, ანუ ისეთი რაღაცებით მე ვიზვის ეს ბიჭი რომ ანუ ესე. როგორ გეკადრება. მოდი რა ისე ვიწოთ. ნახე რა არომატი წამოიღო. არომატი ნახდათ კაია. დაბა ჩემი ნახე. შეგვიძლია ერთ კოქტეილი უკვე მზად არის. შეგვიძლია საწრობით დავლიოთ, შეგვიძლია საწრობის შარში დავლიოთ. დაასრულა უკვე? შეიძლება რა გავსინჯო? რა თქმა უნდა. საწრობი მომწოდა. ანუ რატო გავაკეთე ეს მარტივი კოქტეილი, რომ სახში თქვენს მარტივად მოამზადოთ თქვენ იმ ხო არ მოტყუდეთ, გეხვეწადეთ. არ ვარ გა? კარგი. გადაუხადა. დიდით გისმენთ. კარგი. ამაში არის ბროკესის ჯინი, ვარდის ჯინი და არის ლიჩის ლიქიორი. ეს შეუძლია ყველას გააკეთოს სახში. ძალიან მარტივი ორი პროდუქტია. ეს შეგიძლიათ აი რავი აიღოთ და ყოველ დღე აკეთოთ სახში მაცივორში. მე ლიქიორს მეგობრებო, იმიტომ რომ ჩემს უგემრიელს კოქტეილს ძალიან მოგვიყვება. აჰა, მოდი, რახან ჩემი კოქტეილი დაიწურეთ, ეხლა მეც ჩავერთვე. აი, დაგასინჯებ, შეიძლება გაგიშლე. ესეც თქვენ არასწორად გასწრებით ჩემი აზრით. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა თქვენი კოქტეილის დამზადება უფრო პიურეს მომზადებას გავს. რაიო? პიურეს მომზადება. პიურე, ანუ პიურე საჭმელ პიურეს კი არ გულისხმობ. აბა. აი კოქტეილებში რო პიურეს გამოიყენებენ. აი ეგ ამიხსენი გეხვეწები რა არის კოქტეილებში პიურე. პიურე ჯემი არ გინახიათ? ჯემი? ჯემი. აჰა, კი. გინახი. შეიკერი გამოიყენე უკვე. აბ სალფეტი მომაწოდე ძალიან, ხო? კი, ხო? მოგაწოდებ. შეიკერი გამოიყენე, ხო? შეიკერი გამოვიყენე. აჰა, კაი.
არა, ჯერ არ გამომიყენებია. მაშინ არ სწორად აკეთებ უკვე კონტექსტს. პირდაპირ გეუბნები. აი, ეს არის ანუ мотиваცია. ეს მართლა мотиваციაზე. мотиваციას გაძლევ, რომ სწრაფად გამოასწორო შეცდომა. ნახე რა, ეხა ნახე რა კენი, შეიკერი გახსენი და ჩააბრუნე და დააშეიკე. всё. აღარ გირჩევ. კარგი, მას სანამ ჩემი კონკურენტი მოიფიქრებს რა უნდა ქნას, მე მეორე კოქტეილი შემოგთავაზე. თავარი დრო არ არის, თავარია ხარისხი. ხარისხია, უკვე წყავს ხედავ ბევრს. ჭიქაში. ანუ უბრალოდ არ უნდა დაგეწუნებია ჩემი კოქტეილი, შეცდი. იცი რა არის, უბრალოდ ხავს ვერ მოვატყუებთ არა. შეცდი მას. გეუბნება, იცი? აუ ეს გამიხსენი გეხვეწა. აი, მაინც ჩემი დახმარება უნდა რა და აი, მაინც მეჩხუბება. აი, აუცილებლად. აი კი. აი ეს არის ის რა ქვია, კარგი ბრძოლა რა. კი ბატონო, გეხმარები ყველაფერში. მეგობრებო, ძალიან ჭიქას ყინულით რო ვაციებ ბოდიში, ჭიქას ყინულით რო ვაციებ, აუცილებლად, აი ნინისაც ვეთქვი, კაცო, ხა დღეს პირველი შეჯიბრი ხო არ არის? კი, ჩვენ შემოჯიბრებით ხოლმე. კი ბატონო და სხვა დროს უფრო ისწავლოს. აუცილებლად უნდა გადმოვწეროთ ეს ჭიქა, რომ იქ შიგნით თვითონ წყალი არ დარჩეს და რაღაცნაირად აი ხა ნინის რა პრობლემებიც აქვს, იგივე პრობლემა არ გქონდეს ჩვენ. არა, ნინის საერთოდ. არა, ცუდად არ ვიძახი, მაგას გამოვასწორებ შენ გული მიგზნობს. აი მეგობრებო, იგივენაირად. წუთები მიდის, ხო? მეგობრებო, ნახე. კაი, всё გავჩვით. კი მიდის. მეგობრებო, ეს ხო ჩავასხით. ახლა თქვენ თუ იცით რა არის აი ეს ვასხავთ. ამის მერე გეცოდინებთ. ვარდისფერ ჯინს. ასევე ეს უკვე ჩემი კონიაკია, რომელსაც ეს ლიქიორი ჩავასხი. შეიძლება არ ვთქვი, არ მახსოვს, ამიტომ კიდე მეორეზე ვერ გადასულ. გავიკეთე. ვამატებთ. რას ვამატებთ? მარია ბრიზარდის Saint Germain's არა და იმას, The Flowers. ბოდიში. ესე ახლა გემრიელია პროსტა არის. ეს არის მთავარი. ამის გარეშე უბრალოდ არაფერი არ გამა. ყინულები უნდა ჩაყარო მაგაში. არა, იდეაში შეგიძლია ყინულის გარეშეც არა არის. არა, ხო, ხო, არა. შეგიძლია არ ჩაყარო. ეგრე უფრო კარგად, ანუ ყინული აქ. აუ, ნუ ვესწავლი, ვინდა და ჩავკა. კაი, ჩაყარე გინე სულს შემითან. შემდგომ რას ვამატე? აუ, ყავსი მომეცი რა. არ მე მჭირდება ეს ყავსი. აუ, ხელში გაგარკე. თითი მომტეხა სპეციალური, მოდი. всё. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის რომ ყინული იყოს სალი. ანუ არ იყოს დაზიანებული, იმიტომ რომ კაროჩე, ორი უნდა დავბადებული. სამი ცალი ყინული იქნება, საკმარისი არ მოდი იყოს 4. იყოს 4 ყინული, всё, ეს არის ესე. და ეხლა იწყება მთავარი შემდგომ აი ესე უკვე კიტრის კომბინაცია და ფორთოხლის კომბინაცია, შემდეგ ფორთოხლის ცოტა ხნის ვამატებ. აი ნახეთ, როგორ გემრიელა. ანუ რაღაც ლიმონი მოხვდა თვალს. არა, კაი, ფრეში არომატია. მოდი ბექა, მოდი. ამას აღარ ვასინჯებ. არ ვიცი სასწაული. ბექა, იცი რა მინდა უბრალოდ როგორ გასინჯო, ეხა ერთ ფოკუსაც გავაკეთებ, რომ ხალხმა ვიცოდეთ რა, ცედრის მუღამი. ცედრის მუღამი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელემენტი კოქტეილების ერაში. და ეს რა არის? კადრში პროსტა თუ გამოჩნდება, არ ვიცი რა, შევეცდები რომ გამოჩნდება. ოპა. შეხედეთ? ჩანს კაცში ნეტა ეს თვითონ გამობრქვევა ამ ყველაფრის. ამან რა გააკეთა ეხა, რო ვიცოდეთ, მაინც რა გააკეთა ამ ყველაფერმა. ფორთოხლის ცედრა არის დამალული სკილი, ესე ვთქვათ, კოქტეილისთვის. რომელიც აძლევს დუხის არომატს, ესე ვთქვათ რა. სუნამოს არომატს. ხო, კი მაპატიეთ, არა უშოთ გამოსურდება ჩემი საუბარი. აი ხა მინდა რომ პროსტა გამობრქვევა? ხო. ეხა აღარ ჩუება ეს. მინდა რომ პროსტა გასინჯო ბექა. აუ მე გავსინჯავ რა ჯერ. მოდი. ბექა ის არის, ძალიან სუბიექტურია და არა, ჯერ ბექა მინდა. შეგაშინა, ხო? ძალიან ობიექტური. ეს აუცილებლად როგორ უნდა დალიო, იცი? ეს საწრუპის გარეშე, რომ ეს არომატი იგრძნო. არა, შენ ცხვირი გაკეჭედილი და ვერ იგრძნობ ამას. არა, კაი ყლუბ, ეგ შენ ყინულს ეამბობ. აი, ეს უკეთესია. მოგეწონა. კარგი გოგო ხარ. აი, უკვე მიგებ. ნორმალურად. შენს გასინჯე. всё. ეს ორი ეტაპია რა, ერთი კაცური, შენ პირველი ეტაპი კაცური ელემენტი გასინჯე, ეს არის ცოტა ისეთი რა, ორივე მიქსი არის. ცოტა ქალსაც რომ მოეწროს და კაცსაც. ცუდი არა? ცუდი არ არის რა არის ვერ გავიგე. არა, გაგესინჯავ ხა და გეტყვი ხა, გემოს რა არის? მიტიება. ეგრე ვერ გაიგებ.
ძალით სიროფი რამდენი ჩაასხი. კაი საწრუპი მომაწოდე მეგავსინჯო. არ არის ცუდი კაცო პოსტას. თქვა რაღაც ხوار გეწყიდა. ჯერ მეგავსინჯო და არა მე მეთქვი პოსტი ხوار გეწყიდა. აი თქვი ჯერ იმას ქენი და მე კარგი არის, კარგი. მე გავაკეთებ თავიდან. აუ კი რა მიდი გააკეთე შენ. გვაქვს მე მგონი არ გქონდა. აგერ აი, ამას გამოვიყენებ. რა მოხდა? ამის დავსახური საწავიღე აგერ არის. მოკლედ ეხლა შენ გამოიყენე როგორც ვიცი. ამარეტო. კი. ამარეტო. ხვეწავთ ამ კოქტეილს ესე იგი. ამარეტოს დავამატებ ცოტას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამარეტო ზუსტად იმით. ხილი აუცილებლად გინდა რო ქნა? შენ მოთხოვა შენი. შეიძლება? კი ბატონო, კი. ეს მინდა. შენ ესე იგი კონიაკი უხენით, ესე იგი. შენ ეს მოთხოვა. კონიაკი არა და ბურბონი. ბურბონი კი არა და აუ არის სადი კითხვა გეხვეწები რა. მე ყველაზე კარგად გამოვდის ყინულების ჩაკრა. ხო. შენ? წვენი აუ არა, მაგიტო არ გამოვიდა. არა, მაგიტომ არ გამოვიდა. აა არა, მაგიტომ არა, უფრო იცი რატო არ გამოვიდა, იმიტომ რომ არასწორად იყო გრამაჟი შიგნით. ყველაფერი თორე შენ ისეთი ინგრედიენტი, ისეთი მიქსი ქონდა გაკეთებული, რომ ეგ რო ზომა-ზომაზე გაგეკეთებია, ისედაც კაი დასალევი გამოვიდა და ოღონ ნაღლად. ეს კარგად, აი უყურე ესე არა. ცოტა წინ უკან. აი ხა უყურებ თავს. თავს უყურე. ნახე როგორი კაი ფერი წამოვიდა. ამ ეს ფერი მიიღო ზუსტად სწორმა ესე თქვა დაშეიკება. აი, ეხა უყურე რა ხდება. ეხა უყურე შენი კოქტეილი როგორ გავაგემრიე. ეგ რა არის? ეს არის დარიჩნის ფხვნილი. რომელიც გადამაყარა თავს. ეგ არაფერი, მოიცადე. აი. აუ, რა მაგარია. გაასინჯები კაცს. ანუ, კაი ხო, აი, რო თქვა რომ ხა ეს მაგარი არ არის, ძალიან უგემრიელესია. კი ბატონო, ეხლა მე რა შემიძლია, იცი დაში გავაკეთო. შენი სასმის კოლაბორაცია გავაკეთო ჩემთან და ვაფშე გემრიელობა გავაკეთო. შეიძლება შენ მაგას? მეც ეგრე გავაკეთე. მიდი შენ ქენი ახლა. აუ, აქ ერთ წამს უნდა გავჩერდეთ. აუ, ძალიან დიდი ბოდიში მართლა. რა? აი, მე ვარ სახელებში ძალიან ცუდად. ლევანი. 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 კარგი. ესე იგი, ლევანმა კაი მართლა. გიორგი მქვია, კაი გიორგი. ბოდიში. ეს არის ჯინი. ჯერ მითხარი, კაი ჯინია? ძალიან კარგი ჯინია, ბროკერსია, ინგლისური ჯინი არის. ეს საკმარისია, შენი აზრით. ჩემი აზრით, მაგრამ არა, მე ვაკეთებ არა. შენ აკეთებ ახლა. ჩემი აზრით, რა ვიცი, ეგ სავსე ჩაასხი? თუ მეკითხები? სავსე ჩავასხი, კი. ხო, რა, კიდე ულევ ალკოჰოლს? ან ჩვენ ხა გადავწყვიტეთ რომ ერთმანეთის ხო, დავაი. ხო, და ამიტომ მე შევურევ ასკანელს. კარგი, ეს ასკანელი შენთვის რაღაცა ძალიან მაგარი ხაზი არის. ყინული ჩაყარე შიგნით? ყინული კი? მაგის შეიძლება მობობა ის და ჩემხელა. ეგა მომე კარგი. ესე? ხო. სწორია, ხო? ასე მას. აქეთ. აქეთ რა, რაც მინდა მარჯვენა მარცხენა. კიდე ის. აუ მეც ჩავაგდებ რა შეიძლება? ოპა! გამიფუჭა ყველაფერი. რაღაცას უყურე. ოპ. მარია ბრიზა. მარინა. არაფერი არ. რა მეამოჭა? არა. ხოდას რა მეამოჭა? არაფერს არ ამოჭრი შენ და მე დავბულინგდები. იცადეთ. აუ! შეგიძლიათ. ის დაახსენე. ხო. გეხვეწები რომ გადაიყო რა ახლოდან, იმიტომ რომ აქ ისეთი სილამაზია შეგიძლიათ. ანუ არ გასინჯოთ მეგობრებო ძალიან გთხოვთ. კაი. რა მიარზე გებართოთ? არ მივესალმები ენერგეტიკული კოქტეილებს. ეს მიხადავებ. ძალიან კაი ბორშია და რატო ლაპარაკობ ეგრე? ანუ კაი. ფიფქია თანიძახი, ფიფქია, ბოდივა. ფიფქია. დავიყინე. ჩვენ შევეცადეთ რომ რაღაცნაირად ესე მოგვემზადებია საერთო ჯამში კოქტეილები, საერთო ჯამში ნინი კარგად იმუშავა. კარგი შედეგი არის პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ
რასაც უყურებდი ახლა ნახდათ გემომრული თვისებები კარგი არჩეული ქონდა, მაგრამ პროფესიონალურად არ ქონდა შეზავებული. მაგრამ შემდეგ ვიდეოში სავარაუდოდ მე ძალიან ძლიერი კონკურენტი მეყონება ნინის სახით, იმიტომ რომ უკვე ისწავლა ტექნოლოგია როგორ უნდა შეაზავოს ესე ვთქვათ კოქტეილები რა. ერთადერთი მე რა გავაკეთე ამ ორი კოქტეილით, რომ მარტივად ყველას გაეკეთებია სახში, მარტივი რეცეპტი მქონდა წარმოდგენილი. ეს არის ცოტა ესე ვთქვათ სამუშაო კოქტეილი შენ რომელიც მქონდა არჩეული, იმიტომ რომ ეს არის სწრაფი fast drink-ი, ესე ვთქვათ, რომ აი შენი მეგობრები წვეულება სახში რო გაქვს მოწყობილი, რომ უცბად შეაზავო გემრიელი სასმელი და მარტივად დალიოს შენმა მეგობრებმა. ძალიან მეგონა რომ ძალიან მარტივი პროცესი უნდა ყოფილიყო და მართლა ხე რამდენი იმით მოვედი, რომ აი ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ და აღმოვაჩინე, რომ ანუ ძალიან რთულია. იმის ფონზეც კი რომ აი დამწყები ვარ მე რა ჩავყრე ჩავასხავ და რაღაცები, ჩემი რო გავსინჯა, მართლა აი გამიჯერდა რომ გადამეყლობა იმდენად ცუდი იყო. ჯიგარი ხარ. ხო, ამიტომ თქვენ უყურებდით Tazen Tasty-ს, მე გიორგი ვარ, ეს არის ნინი, შევეცადეთ რომ კოქტეილები გაგვეკეთებია და რაღაცები ვეცადეთ. და ეხლა თქვენზეა ხალხო დამოკიდებული კომენტარები, ლაიქები, რაღაცები ისინი არ დაგვიწყოთ რა. ხო, ანუ მე მართლა დავიწყოთ, ლაიქები დავიწყოთ. ეს ინტრიგანი ოპერატორი რომელსაც უნდა ექშენი უნდა. ოპერატორი არ დამიძახო, ამის მე დამიძახე პროდიუსერი. პროდიუსერ ოპერატორ გადამღებ ძღოლ კი და ასევე გეხოცა მე ვიტყვი რომ მე ძალიან ემოციური ვარ და ძალიან გხოთ არ დამაბულინგოთ. არა, ბულინგი რა შოში. ისედაც მთელი დღე მაბულინგობს. ბულინგი არ იქნება. ჩვენ ეგეთი ხალხი არ ვართ, რომ ვიღაცამ დაგვაბულინგოს. ხო, ჩვენ დიდი მიმღებლობა. დროებით თქვენ უყურებდით Tazen Tasty-ს. ხელი ჩააკეთებ. მადლობა დიდი. აბა შენც.